PPA ტარიფებმა თავისი თავი ამოწურა, ენერგეტიკაში წახალისების ახალი მექანიზმებია საჭირო. Ამ შესახებ დარგის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, მათი შეფასებით მაღალი ტარიფით გარანტირებული შესყიდვის გაგრძელება საფრთხეს უქმნის როგორც ინოვაციურ, ისე ტრადიციულ ენერგოტევად დარგებს. ენერგეტიკოსთა ნაწილი ელექტროენერგიის ნასყიდობის გარანტირებული ხელშეკრულებების შესაძლო გადახედვის იდეას უარყოფითად აფასებს. მათი განცხადებით, ამ მექანიზმის გარეშე ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. საქართველოში PPA-ის რეჟიმი ძირითადად 2008-22 წლებში ახალი ხესების, ქარისა და რამდენიმე თბოსადგურისათვის გამოიყენებოდა. ხელშეკრულებები ESCO-სთან ფორმდებოდა. 2023 წლიდან კი სახელმწიფო აუქციონებისა და CFD ტიპის მხარდაჭერის მექანიზმზე გადავიდა და ახალი პროექტებისთვის კლასიკური PPA ეტაპობრივად ჩანაცვლდა. რა ვითარება მხარდაჭერის ნაწილში და რატომ ითხოვენ გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვას დარგის წარმომადგენელთა ნაწილი? ნეკა გაზდელიანი გვეტყვის მეტ დეტალს ეკაკისმენთ. მოგესალმები ნინო, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებმა თავისი როლი შეასრულეს და დღეს ქვეყანას განვითარების სხვა მექანიზმები სჭირდება. ამის შესახებ სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, მიზეზად კი სახელდება ის, რომ მაღალი ტარიფით გარანტირებული შესყიდვების გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის როგორც ინოვაციურ, ისე ტრადიციულ ენერგოტევად დარგებს. მაგალითად, IT სინერგიის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე მიჩნევს, რომ PPA-ების სისტემური შენარჩუნება საქართველოში ელექტროენერგიის გაძვირებას გამოიწვევს, რაც ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობას დაუკარგავს. ის აღნიშნავს, რომ უკვე არსებული PPA და CFD ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად, თუმცა ახალ ეტაპზე გადასვლა და მექანიზმების გადახედვა გარდაუვალია. ამასთან სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად ენერგეტიკის წახალისების ახალი გზები უნდა მოძებნოს და მაგალითად სახელდება საბანკო სექტორი, რომელმაც კაპიტალის მოზიდვა საერთაშორისო ბირჟებზე აქციების განთავსებით შეძლო. თუ კი ქვეყანა გააგრძელებს იმ PPA-ების თუ სხვა მსგავსი მექანიზმების გამოყენებას, რომელიც გულისხმობს ძალიან მაღალი ტარიფით ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვას სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ძალიან ძვირი ელექტროენერგიის მქონე ქვეყანას საქართველოს, სადაც არანაირი წარმოების, ასე ვთქვათ, საფუძველი აღარ იქნება იმ დარგებისთვის, რომელიც გახლავთ ენერგოტევადი. ასეთი დარგები გახლავთ მაგალითად მონაცემთა ბაზების კომპანიები, ასეთი დარგები გახლავთ თანამედროვე AI კომპანიები, ჰაი-ტექის კომპანიები. ეს არის 21 საუკუნის ბიზნესი, ეს არის მომავლის ბიზნესი და არ შეიძლება რომ ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ. უნდა გადაიხედოს ეს მექანიზმები, თუ რითი უნდა მოხდეს წახალისება ენერგეტიკის, ის ხელშეკრულებები, რომელიც არსებობს და გვაქვს და არსებობს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, აუცილებელია მათი, ასე ვთქვათ, ორმხრივი ინტერესების ფარგლებში სრულად დაცვა, ხოლო ახალ ეტაპზე და დღეს აქეთ უკვე ფიქრი იმ მექანიზმებზე, რომელიც არანაკლებ წაადგება ქვეყანას და არანაკლებ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის განვითარებას საქართველოში. დღეს მდგომარეობით საქართველოში გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით დაახლოებით 53 ელექტროსადგური მუშაობს, მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე თითქმის 500 მეგავატს აღწევს. გარდა ამისა, სახელმწიფოს გაფორმებული აქვს PPA ხელშეკრულებები კიდევ 160 პროექტზე, სავარაუდოდ, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბოლოდან საქართველოს შეცვალა მხარდაჭერის სქემა და PPA ჩაანაცვლა CFD-თ, რაც აუქციონის პრინციპით მუშაობს. ამის შემდეგ კი ითქვა, რომ ამ აუქციონზე დაფიქსირებული ტარიფებით ხელშეკრულებების გაფორმების პრაქტიკა გაგრძელდებოდა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. ენერგეტიკოსების ნაწილი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შესაძლო გადახედვის იდეას უარყოფითად აფასებს. მათი განცხადებით, ამ მექანიზმის გარეშე ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რადგან ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა დიდ ინვესტიციებს და საბანკო გარანტიებს მოითხოვს. ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ჰიდროელექტროსადგურებისთვის დადგენილი 6 ცენტიანი ტარიფის კი გადახედვა საჭიროებს, თუმცა არა შემცირების, არამედ გაზრდის მიმართულებით. PPA იყო ის მექანიზმი, რომელმაც 2013 წლიდან 2020 წლამდე დამატებითი 1300 მეგავატი შექმნა ქვეყანაში. დღესაც ძირითადად თუ ინვესტორს და ბანკსაც არ ექნება ესეთი ნათელი სურათი თუ რას უნდა ელოდეს 15 წლის განმავლობაში, თქვათ, ობიექტის აშენების შემდეგ ბუნებრივია არავინ არ მოვა და არავინ არ ჩადებს ამაში ფული. PPA-ის გარეშე არ აშენდება არც ქარი, არც ჰიდროსადგური და ასე შემდეგ. ჰიდროზე მაგალითად 6 ცენტი არის კილოვატ-საათზე 8 თვის განმავლობაში.
მე ვფიქრობ, თუ დამეჯერება 6 ცენტიანი ჰიდროსადგურის აშენება არ შეიძლება. ეს ხდება უნდა გაიზარდოს აქაც ტარიფი. მილიონჯერ გავუქდა, მილიონჯერ დაბრუნდა უკან. ამიტომ ვეღარ ვგებულობ. უნდა გავაკეთოთ, თუ არ უნდა გავაკეთოთ. საქმე იმაშია, რომ სანამ ინვესტორების სერიოზული დაინტერესება არ არის შენი ქვეყნის, მანამდე უნდა მოძებნო რაღაც საშუალება იმისა, რომ ინვესტიცია მოიზიდო და მოიყვანო. აი საბებიემ მეტი არაფერი, თორე ჩვენ ახლა აწყობილი ქვეყანა გქონდეს, ეკონომიკურად გამართული და რიგები იდგეს საფის საზღვარზე, რომ ინვესტორები შემოსვლისა, ბუნებრივია არ იქნებოდა საჭირო და არც უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ არის. არ მოდის ინვესტორები, ამიტომ აი აქედან ერთ-ერთი ღონისძიება გახლავთ PPP-ების შემოღება, რომ დავაინტერესოთ და მოიყვანოთ. მესმის აძვირებს ეს საერთო ჯამში მოხმარებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიგო, რომ ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება ამ ეტაპზე, თუ ერთ-ერთი არა. ფისკალური რისკების შესახებ სახელმწიფო საწარმოთა ანგარიში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში PPP-ებით გამოწვეული პირობითი ვალდებულებები ბიუჯეტის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, კონკურენციის გარეშე საინიციატივო შეთავაზებების მიღება კვლავ ზრდის ფისკალურ რისკებს, რადგან პროექტების ღირებულება ასეთ პირობებში, როგორც წესი, უფრო მაღალია, უფრო ვრცლად. ამ საკითხებზე 19 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა, პირდაპირ ეთერში გაზდელიანი საუბრობდა.